მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. მე გახლავართ ელენე კოღუაშვილი, ხელოვანების ბიზნეს მრჩეველი. ეს კი ჩემი რუბრიკაა სტუმრად ხელოვანთან. დღეს სტუმრად გახლავართ ბატონ რამაზ რაზმაძესთან, ყველასთვის კარგად ცნობილ ქართველ თანამედროვე უნიჭიერეს ხელოვანთან და შევეცდები, რომ დღევანდელი მისი სახელოსნოს ტურით გაგაცნოთ მისი შემოქმედება უფრო ახლოს. მოგესალმებით ბატონო რამაზ. მინდა რომ გაგვესაუბროთ თქვენს შემოქმედებაზე, კონკრეტულად აი ამ სურათზე, რა იყო თქვენი ინსპირაცია, როდის შექმენით და ასე შემდეგ. ეს იყო სიურრეალისტური პერიოდი. ნამუშევარი არის 2007 წელს შესრულებული და მას ინსპირაცია იყო ბაკურიანის არდადეგები, სადაც საერთოდ მიყვარდა ეს რაღაცა ჰალუცინაციები მაშინ და ამ დასვენების დროს ეს მარცხენა მხარე, რასაც ხედავთ ბილოზე არის, პრაქტიკულად არის ჩვეულებრივი, ესეთი 25 მეტრიანები იყო ესეთი სასრიალო და იქ იდგნენ ეს ეტლები. და მარჯვენა მხარე არის ვენეციის კარნავალი, რომელიც გავაერთიანე და ესეთი რაღაცა საინტერესო ცოტა იუმორისტული ჰალუცინაცია გამოვიდა. და დანარჩენი ორი ნამუშევარი უკვე ამ სერიას დაემატა მოგვიანებით და არის აი ეს ჩემი წარმოდგენა ვენეციაზე. მე კიდე ვარ ნამყოფი, მაგრამ ნატურიდან არ არის არც ეს ნამუშევარი და ჩემი ვენეციის სერია არის, რომელშიც კიდე სხვა ნამუშევრებიც არის, ზოგი გაიყიდა, ზოგი აქ უბრალოდ არ არის წარმოდგენილი და ბატონო რამაზ, ვიცი რომ ამ ნამუშევარს აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა, რადგან ის თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის პირვანდელ სახეს ინახავს. თუ შეიძლება რომ ამის შესახებ მოგვიყვეთ. ეს ნამუშევარი არის თვითონ ეს რეალური ადგილი, ფიზიკურად არის ლადო ასათიანის ქუჩის ბოლოში, სადაც უერთდება პურის მოედანს და ეს იყო ძალიან კოლორიტული ადგილი, რომელიც მე 2011 წელს პრაქტიკულად ნატურიდან დავხატე. იმის მერე ეს ახლა უკვე ტურისტული ადგილი არის და ეს ყველაფერი ამის რესტავრაცია მოხდა და ეს კოლორიტი აქ აბსოლუტურად დაკარგული და მაგიტომ მგონია რომ ეს მნიშვნელოვანი არის რომ დროზე დააფიქსირო რაღაცა შენი ქალაქის კოლორიტი რომ მაინც ნამუშევრებში მაინც დარჩეს. თქვენ შემოქმედებაში ძალიან ხშირად გვხვდება კრებითი ფსიქოლოგიური პორტრეტები, როცა ასახავთ საინტერესო ტიპაჟებს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი. აი რომ გითხრათ კონკრეტულად როგორი ტიპი არის ახლა ამ პორტრეტზე გამოსახული. ეს არის უფრო აბსტრაქტული პორტრეტი, რომელიც პლუს კიდე ჩემ შემთხვევაში ითვალისწინებდა რაღაცა ჩემი ძველი აკადემიური რაღაც ტექნიკისგან განთავისუფლებას, უფრო თავისუფლად დაუფიქრებლად რაღაცების გაკეთების, უფრო თანამედროვე მანერაში. და არის ესე იგი, ანუ ისეთი პიროვნება არის, რომელიც ძალიან თავდაჯერებული არის, დარწმუნებული არის თავის სილამაზეში, თავის შარმში და უნდა რომ ყველას თავი მოაწონოს. აი ესეთი იდეა, აზრი იდო ამაში, თორე შესრულება იყო ძალიან თავისუფალი და აბსოლუტურად ავფიქრობდი. არანაირ ჩარჩოებში არ ვიყავი და ამიტომ არის მე მგონია ეს, ანუ ჩემი მცდელობა არის, რომ უფრო თანამედროვედ ვიმუშაო, ასე ვთქვა. ესე იგი ეს არის ადამიანების ისეთი ტიპაჟი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აბსოლუტურად ყველასთვის მოსაწონები არიან და ამას გამოხატავენ ფართოდ, ხო? ხშირად არის აბსოლუტურად არასწორი ისა აქვს წარმოდგენა. ბევრი მამაკაცი არის ეგრე, რომ დარწმუნებულია, რომ ყველა ქალს უნდა მოეწონოს რა. და ეს ხო შეცდომაა და საერთოდ რაღაცა ნაივია რა. აი ეს არის ის ტიპაჟი. თანამედროვე ხელოვნება საერთოდ მე ისე უყურებ, რომ უბრალოდ რეალისტური ნამუშევრის გაკეთება დღეს შეუძლია პრაქტიკულად ყველას, მაგრამ იმისთვის რომ პროცესიც საინტერესო იყოს და რეზულტატიც რაღაცა ანუ სიმბიოზები არის საჭირო მაგისთვის რა. აი მაგალითად მე აქ დავიწყე art deco-თი და გადავედი დავამთავრე რეალისტური პეიზაჟით. ანუ art deco-ს და ორნამენტების გამოყენება ისე იმ კონტექსტით რომ მიიღო მე რეალისტური შედეგი, ეს საკმაოდ ამბიციურიც, რთულიც და მოულოდნელად საინტერესო პროცესიც ყოფილა და აი რეზულტატი არის ეს, რასაც ხედავს თქვენ. ეს არის სერია ნამუშევრების და შეიძლება მე თქვან რომ ეს საერთოდ ჩემი ხელწერაც
ან ჩემი რაღაც ფიშკაც იყოს, რომ ასე არავინ არ მუშაობს. და შენი უნდა იპოვო რაღაცა ახალი და საინტერესო იმისთვის, რომ შენც გაგეხსნას რაღაც ახალი პერსპექტივები, როგორც მხატვარს და რაღაც ახალი იდეები მიიღო ამ პროცესისგან და თან რეზულტატიც მიიღო განსხვავებული. საინტერესო და თანამედროვე. ბოლო პერიოდის ნამუშევრებს ეთყობა, რომ ეს უფრო თანამედროვე არის და ამაში წარსული არაფერი არ არის. თითქოს დრო არ უნდა იგრძნობოდეს. როდის არის დახატული, რა პერიოდშია დახატული, რა პერიოდს ეხება, რა პერიოდს ასახავს, ეგ არ უნდა იყოს. მე ესე მგონია, რომ იმისთვის რომ რაღაცა ნამდვილად თანამედროვე იყოს, ეს მომენტები არ უნდა ჩანდეს და უნდა იყოს რაღაცა ახალი დეკორატიულად საინტერესო უნდა იყოს. თან ისიც უნდა ჩანდეს, რისთვის აკეთებ ამას და რა შედეგს გინდა რომ მიაღწიო. ესე იგი პრაქტიკულად ეს არის პორტრეტი, ნატიურმორტი და პეიზაჟი ერთდროულად, ანუ სამივე ჟანრი არის გაერთიანებული. თან რაღაცა სიურეალისტური ფენები აქვს ამას ყველაფერს რა. და რაღაცა ფილოსოფიაც, თუმცა აბსტრაქტული ფილოსოფია არის. კეისრის ბიუსტი არის. რატომღაც ხინკალი არის წინა პლანზე, აბსტრაქტული ესეთ სიურეალისტური ნატიურმორტი და რამოდენიმე ფენა ამ თვითონ პეიზაჟების თითქოს რაღაცა შეადგმულია ერთი მეორეში რა. და ეს გადასვლებია ესე საინტერესო და აი აქ არის თან ისეთი რაღაცა უცნაური გადასვლები, მაგალითად აი გზის ალეგორია არის, რომელიც ამ ბიუსტს შუბლზე აქვს. ეხლა არ ვკითხოთ რატო დავხატე ეს, იმიტომ რომ ისევ რაღაც ქვეცნობიერი პროცესი არის. მე რა რომ რეალისტურად გამოიყურება, ეგ არის ყველაზე საინტერესო, როცა შენ რაღაც ძალიან აბსტრაქტულ იმიჯებს და აბსტრაქტულ შენ ქვეცნობიერი სამყაროდან რაღაც აბსტრაქტულ ხედვებს და აძლევ რაღაც რეალისტურ ფორმას, ეს არის ჩემთვის საინტერესო პროცესი. შესაბამისად, აქ არის, ანუ პრაქტიკულად ეს ცოტა ანტიკურიც, ცოტა კლასიკურიც არის, ცოტა თანამედროვეც, ცოტა სიურეალისტურიც, არ ვიცი რა დავარქვა ამ კონკრეტულ ჟანრს. ჩემთვის რაღაცა აბსოლუტურად ახალი იყო და მე მგონი ძალიან საინტერესო. მე მაინტერესებს ეს შენობა კონკრეტულად რაიმე შენობა არის თუ თქვენი შენობა არ არის, ისევ არის ვენეციის და რაღაც აღმოსავლური თემების სიმბიოზი არის. ჩათვალეთ რომ რაღაცა ჩემი ფანტაზიიდან ამომხტარი პერსონაჟებია და ეს თვითონ ეს პეიზაჟი, ეს კონკრეტული შენობა არის გამოგონილი აბსოლუტურად. ეს არის სრული ფანტაზია არის მთლიანად ყველაფერი და საინტერესო არის იმითი რომ მქონდა მხოლოდ 7 დღე ამის დასახატად, იმიტომ რომ კოლექტიური პროექტი იყო სიურეალისტური და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მქონდა რაღაც გარკვეული დრო და ცოტა ამბიციური იყო თავისი სირთულით, მაგრამ ნუ ერთ კვირაში მაინც მოვახერხე ამის შესრულება. გეგმების დაწყობისთვის არ მქონდა არანაირი დრო და ამიტომ გამოვიდა. ყოველთვის ექსპრომტი, ყოველთვის საინტერესო გამოდის მე მგონი. თქვენს შემოქმედებაში ხშირად მხდება სიურეალისტური სიუჟეტები და ეს არის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნამუშევარი და მინდა რომ მის შესახებ გვესაუბროთ. რა ჰქვია ამ ნამუშევარს? კონკრეტულად რა იყო შთაგონება და ასე შემდეგ. ამ ნამუშევარს ჰქვია ატლანტიდა და არის აბსოლუტურად ანუ ჩემი ფანტაზიით გაკეთებული ნამუშევარი, დანახული ალბათ რომელიღაც სიზმარში, იმიტომ რომ საერთოდ რომ მუშაობ ესეთ სიურეალისტურ სიუჟეტებზე, სულ მგონია რომ სადღაც ნანახი მაქვს უკვე. ეს იდეა, ანუ ჩემი არ არის, თითქოს ეს მე კი არ ვზივარ და არ ფიქრობ ამაზე და არ ვიგონებ რაღაცებს, ეს უბრალოდ მოდის და ამას ვხედავ და მე ამას ვაკეთებ, ანუ არანაირ სტიმულაციასთან ტვინის არ არის, არანაირ ნარკოტიკები და არც ალკოჰოლი არ ჭირდება ამ პროცესს რა, ანუ ჩვეულებრივად არის სიზმარი, როგორც ინგლისური სიტყვა არის vision, არის საერთოდ მიმდინარეობაც არსებობს ესეთი, არსებობდა ადრე visionary artists, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლა იყო პოლონეთში, სადაც ზუსტად ესეთ სიუჟეტებზე მუშაობდნენ, ანუ სიურეალისტურ რაღაც აი სიზმარში დანახულ სიუჟეტებს ეხებოდნენ და ასე შემდეგ. და ეს ძალიან საინტერესო პროცესია საერთოდ, რომ აი თითქოს შენი იდეები არ არის და ეს შენი სიზმრები არ არის, საიდანღაც მოდის ეს. თქვენ შემოქმედებაში ხშირად ხდება პეიზაჟები. მაინტერესებს ამ ინსპირაციას საიდან იღებთ? პლენერზე მუშაობთ? არის ეს შთაბეჭდილებების ერთობლიობა თუ როგორ ხატავთ ამ ყველაფერს? ნუ რა თქმა უნდა, ადრე პლენერებზეც მუშაობდი და ატურიდანაც მუშაობდი პეიზაჟებზე. ჩემთვის ეს არის მე ვეძახი ამას აბსტრაქტულ პეიზაჟებს, იმიტომ რომ
არანაირი რეფერენსი მე არ მაქვს, როცა ვმუშაობ და ეს არის ჩვეულებრივ ჩემი ფანტაზიის ხარჯზე დახატული. შეიძლება სიზმარში დანახული ადგილები არის, რომელიც რეალობაში არ არსებობს და როცა ესე მარტო ფანტაზიიდან მუშაობ და არ იყენებ არანაირ ნატურას, ძნელი არის, რომ ძალიან აკადემიურად სწორედ დაალაგო ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს გამოდის რაღაცა საინტერესო მხატვრული აცდენა, დანგრევა და არასწორი პროპორციები, რაც მე მგონი კიდე შეგიძლია გამოიყენო შენ სასარგებლოდ და უფრო მხატვრული გახადო ესეთ ნამუშევარი. საერთოდ ყველა ნამუშევარში არის რაღაცნაირი გეომეტრია ეს. ჩემთვის ეს არის სპირალი. სპირალი ხა არ ვიცი რატო მომწონს ეს რაღაცას რო აკეთებ. დეკორატიულს რო აკეთებ, თქვა, იგივე ავეჯს. იქ მაქვს სულ სპირალები და ამ ნამუშევრებშიც სპირალები არის სულ. ხანდახან მგონია რომ აი ძალიან ბევრი ხო არ არის, მაგრამ ეს ხო ბუნებრივია, ჩვენი galaktika სპირალია რა. ხო და შესაბამისად, ანუ ეს აბსტრაქტული პეიზაჟები მოდის აქედან. ამ გეომეტრიიდან რა, როცა შენ შეგიძლია რაღაცა სიმბიოზი მოახდინო ამ გეომეტრიის და ბუნების. შენ თვითონვე შექმნა შენი აბსტრაქტული ბუნების გეომეტრია. ეს არის აბსტრაქტული პეიზაჟები. სერია არის, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს. არის აბსოლუტურად სრული მედიტაცია, პროცესი არის თვითონ მედიტაცია. დაუფიქრებლად აკეთებ და ავტომატურად რაღაცებს და გამოდის ძალიან საინტერესო შედეგი. მაგისი პლუსი ის არის, რომ დეკორატიულადაც საინტერესო არის, ვიზუალურადაც ძალიან საინტერესო გამოდის და პლუს თუ სწორი გეომეტრია და სწორი ფერები გამოიყენე, შედეგიც ძალიან საინტერესო არის ხოლმე რა და ზომას აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო დიდი არის, მით უფრო საინტერესოა. თან იმით არის საინტერესო, რომ თითქოს შენც გინახავს ეს ყველაფერი, მაგრამ არ იცი სად. ხო, ეგ თითქოს რაღაც ნაცნობია, თან გინდა რომ დააკვირდე, თითქოს ადამიანებსაც ხედავ, რაღაც ფორმებიც იკვეთება, მაგრამ შენც ზუსტად ისე ხედავ, თითქოს ეს ყველაფერი არის ბუნდოვანი, როგორც სიზმარში, როცა ფორმები ვერ იკვეთება, მაგრამ გრძნობს სათხარ და რა ხდება. ზუსტად და ეგ მაგითი არის საინტერესო ეს მიმდინარეობა, საერთოდ შეიძლება ეს დავარქვათ რა. არ არის ეს ალბათ ახალი და მარტო მე არ მუშაობ, არიან სხვა მხატვრებიც, ვინც აკეთებს ამ აბსტრაქტულ პეიზაჟებს და შენ ყოველთვის შეგიძლია რომ რაღაცა შენი იდეა გამოხატო და შენი ხელწერაც აჩვენო რა. ახალი მამაში არაფერი არ არის, მაგრამ შენ თვითონ შეგიძლია რომ შენი ფილოსოფია და შენი ესთეტიკა რაც ვიზუალურად ჩანს, რომ გაურკვეველია. თითქოს ზღვაც არის, თითქოს მთაც არის აქ, მაგრამ ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული რას ხედავ ამ დილოზე და მაგითია საინტერესო. აი წყალმცენარეებიც ჩანს, ზღვის ცხოველებიც, მაგრამ კონკრეტულად ვერ გაარკვევ რა არის, მაგრამ თან თითქოს ყველაფერი ისედაც ნათელია, ძალიან საინტერესოა რა, თითქოს რეალურია, ამ დროს აბსოლუტურად გაურკვეველი რაღაცა არის.